სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ყველა სამღვდელონო, დემთავარნო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ სულთ მოფენობის დღესასწაულს და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. დღეს არის ასევე ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლას, რაზეც არაერთხელ უსაუბრია უფალ იესო ქრისტეს თავის მოწაფეებთან. უმჯობესია თქვენთვის რომ მე წავიდე, უთქვავს მას. და თუ წავალ, მოგივლენ თქვენ სულიწმინდას და უკანასკნელად უშუალოდ თავის ზეცად ამაღლების წინ ესაუბრა ამაზე უფალ იესო ქრისტე და აღუთქვა სულიწმინდის მოვლინება და უთხრა, ჯერ უბრძანა რომ იერუსალიმში დარჩენილიყვნენ და დალოდებოდნენ სულიწმინდის მიღებას და უთხრა, იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ რამდენიმე დღის შემდეგ სულიწმინდით მოინათლებით. მიიღებთ ძალას, როდესაც სულიწმინდა გადმოვა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი მთელს იუდეაში და ქვეყნის კიდემდე. და ეს დანაპირები უფალმა შეასრულა ზეცად ამაღლებიდან 10 დღის შემდეგ, სწორედ ამ დღეს, როდესაც ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე და აი ეს უბრალო გალილეველი მეთევზეები მთელს იმჟამინდნენ მსოფლიოში ქრისტეს სახარების უშიშარ ქადაგებლებად აქცია. დღეს გახლავთ ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე ამ დედამიწაზე და მას უწოდებენ ასევე ქრისტეს ეკლესიის დაბადების დღესაც. და ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნება, რადგან ქრისტეს ეკლესია არ არის მხოლოდ ეკლესია ქრისტესი, მხოლოდ ქრისტეს მისტიური სხეული არ არის მისი ეკლესია, არამედ ეს არის ქრისტეს ეკლესია, რომელშიც მოქმედებს სულიწმინდა. და აი ჩვენ ცხონდებით სულს გადავირჩენთ ამ ეკლესიის წევრობით, ქრისტეს სხეულში მყოფობით და სულიწმინდის მადლით და ძალით, რომელიც ჩვენ გვაკურთხებს, განგვწმენს და გვაცხოვნებს. აი ამ მადლს, სულიწმინდის მადლს სადღებულობთ ჩვენ საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით ვღებულობთ ტაძარში, ერთობლივ ლოცვებში, ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით, ვღებულობთ მღვდელმთავრისა თუ მღვდლის ლოცვა-კურთხევის მეშვეობით. მრავალი წმინდა მამა წერს, რომ მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრების სწორედ სულიწმინდის მადლის მოხვეჭაა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგცეს სულიწმინდის მადლი და მით უმეტეს ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ამის შესახებ მცნება თვით უფალმა იესო ქრისტემ მოგცა ჩვენ. აი, როდესაც წმინდა მოციქულები მას თხოვდნენ ლოცვა ესწავლებინა, როგორც გახსოვთ, უფალმა რომელი ლოცვა ასწავლა მათ? მამაო ჩვენოს ლოცვა, ხომ გახსოვთ? და აი შემდეგ მან თქვა, როგორც კი დაასრულა ეს მამაო ჩვენოს შესახებ სწავლება, უთხრა მათ, რომ
ითხოვდით და მოგეცემათ, ირეკდეთ და გაგიღებენ თქვენ, ეძიეთ და ჰპოვებთ. რადგან ყველა ვინც ითხოვს, მიიღებს, ყველა ვინც ეძებს, პოულობს და ვინც რეკს, ყველას გაუღებენ. და შემდეგ დაზენს რომ და რომელი თქვენ შორის იქნებაო ასეთი მამაო, რომ შვილის თხოვსო პურს და პურის ნაცვლად ქვა მისცესო. ან სთხოვს შვილი თევზს და თევზის ნაცვლად გველს მისცემსო? და მეტადრე მამა თქვენი ზეციერი მოგცემ თქვენ სული წმინდას, ვინც ამას სთხოვსო. აი ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს ღვთისნება, რომ ჩვენ სული წმინდის მადლი ვითხოვოთ უფლისგან. აი სწორედ ამიტომ არის ძვირფასო ძმებო და დებო, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია განსაკუთრებით ევედრება სული წმინდას და ლოცულობს შემდეგი სიტყვებით: მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვეთ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სულნი ჩვენი. ამინ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, გილოცავთ ვიმეორებ აი ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს. დღეს შეუძლებელია რომ არ გავიხსენოთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც თელს ჩვენს ერს დაუტოვა ეს დიდებული ტაძარი, რომელსაც იგი საქართველოს ავტოპორტრეტს ეძახდა, სამართლიანად უწოდებდა ასე და რომელმაც ისეთი ღვაწლი მოიღვაწა და ისეთი მადლი აღივსო სული წმინდის მადლით, რომ მისი ღვაწლი ჭეშმარიტად სამოციქულო მასშტაბის არის, რაც გამოჩნდა მისი გასვენების, გარდაცვალების და გასვენების დღეებში, რომ თითქმის მთელი საქართველო მოქცეული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე იყო მოსული მისთვის მადლიერების და სიყვარულის გამოსახატავად. კიდევ ერთხელ ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. შეგვეციოს უფალი, რომ მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმინდისა და რომ შევინარჩუნოთ აი ამ სული წმინდის მადლის სინათლე და რომ გავხდეთ ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა მკვიდრობდეს ჩვენში. მადლი სულისა წმინდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.